ძალიან მძიმე სანახავი იყო მართალი გითხრათ, მოულოდნელი და ისეთი რომ რაღაც მომენტში ფიქრობდი რომ აი ახლა დამთავრდება და რაღაც უსასრულოდ გაგრძელდა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ძალიან რთული იყო როგორც სანახავად მოსასმენად ასევე მე შედეგების დაკვირვებაც საკმაოდ მძიმე პროცესი იყო. ვფიქრობ რომ ჯერ ისევ ვართ იმ პერიოდში როცა ბოლომდე არ ვიცით რა შედეგი მოხდა საბოლოო ჯამში ამ პარასკევის შეხვედრას და ნუ ვფიქრობ რომ ჩვენც რაღაც ცოტა ესე ემოციების გარეშე უნდა შევხედოთ რამდენადაც შეგვიძლია იმას რაც მოხდა და უბრალოდ რა ვიცი დავინახოთ ჩვენი საკუთარი თავი იმაში როგორია დღეს სამყარო და რა ხდება საერთოდ რა პროცესები მიმდინარეობს. ია, ხვალინდელი ღამე იქნება მნიშვნელოვანი, ვიტყვი ყველაფერს ისე როგორც არის, ასეთი არის ტრამპის ბოლო განცხადება მის სოციალურ ქსელში, Truth-ში. მოლოდინები და ვერსიები, რომელიც განიხილება მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით, აქვე ვახსენებ New York Times-ის ინფორმაციას სრულად შეწყვეტის შესახებ უკრაინის დახმარების, ბაიდენის ადმინისტრაციის დახმარების გადახედვის შესახებაც. მედიაში რამდენად აქტიურად განიხილება ეს თემა, რამდენად შესაძლებელია რომ ასეთ უკიდურეს რადიკალურ ღონისძიებაზე წავიდეს ტრამპის ადმინისტრაცია, გადაწყვეტეს ბაიდენის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს. მიცით რა მედიაში ბევრი რამ ვრცელდება, გააჩნია რომელ მხარეს შეხედავ მედიას, განსხვავებულია შეხედულებები და განსხვავებულია ის ინფორმაციების ნაკადი, რომელიც მოსდის საზოგადოებას. სრულად შეწყვეტაზე არის ამაზე საუბარი, რომ არ არის გამორიცხული ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გააჩეროს ის დახმარება, რომელიც ბაიდენმა გამოუყო, კონგრესმა გამოუყო, სხვათა შორის ეს მხოლოდ ბაიდენი არ იყო, კონგრესის მიერ დამტკიცებული იყო ეს 61 მილიარდი, რომელიც იწურება აპრილში და სწორედ ამაზეა საუბარი. რომ აპრილში სანამ ამოიწურება მანამდე შეუჩეროს, თუმცა ადმინისტრაციიდან ამაზე არანაირი განცხადება მინიშნება არ ყოფილა. ასე რომ მხოლოდ მედიაზე დაყრდნობით ალბათ კიდევ ერთხელ ვიტყოდი რომ ალბათ ჯობია რომ ესე ცოტა ცივი გონებით და ემოციების გარეშე შევხედოთ სიტუაციას. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უბრალოდ რომ ვთქვათ, კონსერვატიულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც შეიძლება ვთქვათ, სხვა მედია საშუალებებში ვნახოთ. აი მაგალითად არის საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ სჯერა იმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მშვიდობა იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ტრამპი სთავაზობდა. აქ არ არის მხოლოდ საუბარი დათმობებზე წასვლაზე, უბრალოდ ადმინისტრაციაც ცდილობს მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია იმ მხრივ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის და ამ ხელშეკრულებაზე, იშვიათ მინერალებზე ხელის მოწერა არის პირველი ნაბიჯი ძალიან გრძელ პროცესში, რომელიც შემდეგ უნდა გავიაროთ. აი მაგალითად, გუშინ მარკო რუბიოს ჰქონდა Meet the Press-თან ინტერვიუ, სადაც მან ძალიან ისე დეტალურად ისაუბრა იმაზე, რომ ისიც კი არ ვიცით რუსეთი წამოვა თუ არ წამოვა მოლაპარაკებებზე. ბევრი რამ არ ვიცით რუსეთის მხრიდან და იმისთვის, რომ დავიწყოთ საუბარი მშვიდობაზე და გრძელვადიან მშვიდობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია გადავდგათ პირველი ნაბიჯები. ნუ ამას ხა მოგწონს თუ არ მოგწონს ის, რასაც ადმინისტრაცია ამბობს და ის რა გემოვნებითაც და როგორც ართმევს ამას თავს, ეგ სხვა თემაა, მაგრამ ნუ უნდა მოусმინოთ იმასაც, რასაც თეთრი სახლი ამბობს იმისთვის, რომ ბოლომდე გავიგოთ საბოლოო ჯამში რა ხდება და საით მივდივართ. კი, აი პოლიტიკურ წრეებში რეზონანსმა რა გითხრათ ამერიკულ საზოგადოებაში რეზონანსმა? აქა-იქ იყო მოქალაქეების საპროტესტო აქციები, რაც ჩვენ ვნახეთ, მაგრამ ახლა ცხადია საინტერესო აი რესპუბლიკელებში გამოხმაურება რას ამბობდა. დემოკრატების კრიტიკა ძირითადად გასაგებია, მაგრამ რესპუბლიკელები საინტერესოა. ნუ ცალსახად შეფასება იყო ის, რომ ის რაც მოხდა თეთრ სახლში იყო უპრეცედენტო, მიუღებელი და არც ერთმა მხარემ, ერთ-ერთი მხარე ვერ გამოვიდა საბოლოო ჯამში ესეთი კარგი იმიჯით ამ სიტუაციიდან. ძალიან ხშირად რესპუბლიკური მხრიდან ისმის ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკი მიუხედავად იმისა, რომ მან არასწორი არაფერი არ თქვა იმ შეხვედრაზე, რა ყველაფერი სწორი იყო, ყველაფერი იყო საჭირო ამ თემების გაჟღერება იმისთვის, რომ
როგორც პრეზიდენტ ტრამპს, ასევე მის ადმინისტრაციას გაეგო მისი პოზიცია ბოლომდე. მაგრამ მაინც ამბობენ, რომ მან რაღაცნაირად ვერ გათვალა სიტუაცია, ვერ წაიკითხა რა ხდებოდა ოთახში და ამის გამო იმაზე მეტად ემოციური იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ასევე ამბობენ იმას, რომ და ეს არა მხოლოდ ამბობენ, უბრალოდ კადრების ყურების დროსაც ჩანს ეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რაღაცნაირად ცდილობდა, რომ დაემთავრებინა ეს ყველაფერი და მიდიოდა ბოლოსკენ და სწორედ მაშინ დაიწყო ეს სიტყვიერი დაპირისპირება ზელენსკისა და JD Vance შორის, ანუ რაღაცა თითქოს სულ შეკავებულებით, სუნთქვა შეკავებულები უყურებდით იმას, რომ იქნება გავიდეს ბოლოში. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ეს ბოლო შეკითხვაა და აი ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან სამწუხაროა და ნუ რესპუბლიკელების ნაწილი სწორედ ასე აფასებს ამას, რომ არანაირად საჭირო არ იყო ასეთ დეტალებში გადასვლა და უბრალოდ ემოციურად დეტალებში შესვლა მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს მედია და მთელი მსოფლიო ამ შეხვედრას ადევნებდა თვალყურს. დეტალებში შესვლა ორივე მხრიდან. სხვათა შორის საინტერესოა ასევე არის თუ არა დღეს ამერიკულ მედიაში დისკუსიის საგანი იყო თუ არა ეს კონფრონტაცია წინასწარ დაგეგმილი, იმიტომ რომ Fox-ზე ზელენსკის დაუსვეს ეს შეკითხვა, ის ფიქრობს თუ არა რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მეცით რა წინასწარ დაგეგმილი, როგორც წესია შეხვედრები არის ხოლმე მხოლოდ ფოტოების და რაღაცა ესეთი კარგად დალაგებული, მოწესრიგებული. ჩვენ ხო გვახსოვს ახლა სულ რამდენიმე დღის წინ თეატრის სახლში იყო როგორც კიერ სტარმერი, ასევე იყო ემანუელ მაკრონი. ძალიან ზუსტად იგივე სცენარებით თამაშდებოდა ეს ყველაფერი. უბრალოდ წესია, პროტოკოლია ესეთი, რომ როდესაც შედის სტუმარი, მედიასთან რამდენიმე ესეთი სასიამოვნო გაცვლა ხდება და ამის შემდეგ უნდა გადასულიყვნენ ისინი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უნდა გადასულიყვნენ უკვე უშუალოდ სასაუბრო მაგიდასთან. ანუ დაგეგმილი წინასწარ მე ვფიქრობ, რომ ესე გათამაშებული, ესე მოდი ახლა რაღაცა ისეთ ემოციურს ვიტყვი, რომ მან მიპასუხოს და არ მგონია, რომ ეს ასე იყოს რაღაც ზედმეტად კონსპირაციული მგონია. თუმცა ის, რომ ორივე მხარემ სცადა საკუთარი პოზიციის ძალიან მკაფიოდ და მკაცრად გადმოცემა და საბოლოო ჯამში ანუ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ასევე არის საუბარი ჩაცმულობაზე ზელენსკის, რომ აქედან დაიწყო ყველაფერი, იმიტომ რომ მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, ტრამპმა მაშინვე უთხრა, რომ რას ერჩით, აი კარგად ჩაცმული მოვიდა. ამას აქვს თავისი ისტორია, რომელიც შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს, გჯეროდეს, არ გჯეროდეს, მაგრამ თეთრი სახლიდან ზელენსკის გუნდს ჰქონდა კომუნიკაცია გაგზავნილი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ასეთი, რა ვიცი, ისტორიული თუ ასეთი დონის შეხვედრა. ქონდა ესეთი გზავნილი, როგორც ჩემამდე, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გაუგზავნეს ზელენსკის და უსთხოვეს, რომ ხომ არ ისურვებდით, რომ შარვალ კოსტუმით მოხვიდეთო. ნუ ზელენსკის რა თქმა უნდა ძალიან კარგი პოზიცია აქვს თავისი, კარგად დაცული პოზიცია აქვს თავისი და ამბობს, რომ სანამ ომი არ დამთავრდება, მანამდე არ გავიხდი ამას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამით გამოხატავ იმას, რომ რაღაც შინაგანადაც და გარედანაც რაღაც თანხვედრა გვაქვს. ეს უძღოდა წინ იმას, რომ ტრამპმა გააკეთა კომენტარი, ანუ გაგზავნილი ჰქონდათ ის, რომ ხომ არ ჩაიცმევდი შარვალ შეუთვალეს ხოვნა, ხომ არ მივიდოდა ეს შარვალი. და როცა დაინახა ტრამპმა, რა თქმა უნდა არ ვამართლებ ამას, არანაირი საჭიროება არ იყო იმის თქმის. მანქანა გადმოსვლის დროს, ხო ეს როგორც ჩანს პირ-პირ მოძრაობა გაიშიფრა. დაინახა თუ არა მიაქცია ყურადღება და ნუ თქვა, რომ აი რას ერჩითო კაცო ჩაცმულა ნორმალურად. ხო მე არ მგონია რომ ეს მისი მდგომარეობიდან დამწამული ადგილზე და ამასაც მოხვა გამწვევა, ამიტომ წერდნენ უფრო რომ ხომ არ იყო ეს რაღაც დადგმული პროვოკაცია.
კი, თუმცა არაჩვეულებრივად უპასუხა ზელენსკიმ ამ შეკითხვაზე, უთხრა რომ როცა მოვადრო მაშინ ჩავიცმევ, თუ ჩავიცვამ შარვალ კოსტუმს და შეიძლება იმაზე ან იაფი, ან იმაზე უკეთესი, ან შეიძლება იმაზე იაფიც კი იყოს ის ჩემი რაც გაცია. მგონი ძალიან მოხერხებული და ჭკვიანური იყო ეს შეკითხვა. ერთი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ძალიან განსხვავებულია შეხვედრები, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს ევროპელ ლიდერებთან და ის შეხვედრა, რომელიც ჰქონდა, შეხვედრები, რომლებიც ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვა ისეთი კეთილგანწყობით არ არის, ვთქვათ, როგორც ზელენსკის, ასევე უკრაინის მიმართ განწყობილი, როგორც ხდება ეს ევროპაში. ან თავისთავად ის, რომ რაღაცა უკვე არსებობს, ერთი რაღაცა არასასიამოვნო ისტორია არსებობს. მხოლოდ დრესკოდშიც არ იყო საქმე, ხო? ამ ხელმისაწვდომობა ცოტა უცნაური რატომ მიანიჭეს ამასაც, ანუ რაღაც სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ალბათ ამიტომ თუ რაღაცა აღიქმება სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პრეზიდენტი. ჩვენც ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ მგონი ამ ჩაცმულობის თემას, იმიტომ რომ ამასთან ერთად უამრავი სხვა თემა იყო იქ, რომელზეც თქვათ, რა ვიცი, მხარეებმა ილაპარაკეს, რომელზეც თქვათ არ ქონდათ ერთმანეთთან თანხვედრა და ერთმანეთს რაღაცა სახის გამოსახულებით თუ ემოციურად აგრძნობინებდნენ სიტყვების გარეშე, რომ არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. ანუ ეს მხოლოდ ჩაცმა არ იყო ეს, მესმის რატომაც გახდა ეს ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ ჩაცმულობის მიღმა კიდევ უამრავი რამ იყო. ეს სიტყვებითაც აგრძნობინებდნენ, კი არა და სიტყვებითაც ეუბნებოდნენ ფაქტობრივად პირველი 40 წუთის განმავლობაში, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ. ხომ აი დასაწყისშივე, როდესაც ეს პრესკონფერენცია დაიწყო, ტრამპმა თქვა, რომ ამის შემდეგ ლანჩამდე იქნებოდა აი ამ მინერალების ხელშეკრულების ხელმოწერის ხელს მოაწერდნენ ოფიციალურად. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელად მოხდა განვითარდა მოვლენები ისე როგორც განვითარდა. ანუ გამორიცხავს ეს იმას, რომ არ იყო წინასწარ ესკალაცია. მე არ ვიცხეთ. ალბათ ვერ ვიტყვით ბოლომდე რას გამორიცხავს და რას არა, მაგრამ მე პირადად პერსონალურად არ მჯერა იმის, რომ ეს იყო გათამაშებული იმისთვის, რომ ხელი არ მოეწერათ ამ შეთანხმებაზე. თეთრ სახლში ლანჩის ოთახიც გამზადებული იყო, დაიწყო უკვე რაღაც მომზადებული იყო საჭმელი თუ თითქმის მომზადებული იყო ლანჩი, რომელიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უნდა ამით უნდა გამასპინძლდებოდა თეთრი სახლის სტუმრებს. მე არ ვფიქრობ იმას, რომ რაღაცა სპეციალურად საბოტაჟი მოეწყო რომელიმე მხარეს. ხათაშორის ეს ისმის ორივე მხრიდან, რომ ზელენსკის არ უნდოდა ესეც გავიგე, რომ ზელენსკისაც არ უნდოდა ამაზე ხელმოწერა და ამიტომ საბოლოოდ ბოლო კითხვა-პასუხის დროს დაიწყო ესეთი ესე კონფრონტაცია. ანუ მე არც ერთი მხრისგან ამ მხარისგან არ მჯერა ეს. საბოლოო ჯამში ვერც ერთი მხარემ ვერ მიიღო ესეთი დადებითი და კარგი შედეგი ამ შეხვედრიდან, გარდა რა თქმა უნდა რუსეთისა, რომელიც ესე რა თქმა უნდა ძალიან ბოროტად იყენებს ამ ყველაფერს. აი რამ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა ახლა რაზეა დამოკიდებული, როგორ ფიქრობთ, დათბობა კვლავ ურთიერთობების უკრაინასა და შტატებს შორის. ევროპის ძალისხმევა ვნახეთ, ჯერჯერობით დაახლოება პოზიციების მაინც არ ჩანს. რაზეა ეს დამოკიდებული? ვფიქრობ, რომ რაღაცა შტრიხები გამოიკვეთა უკვე იმისა, რომ შეერთებული შტატებიდანაც არის შურვილი, ყოველ შემთხვევაში თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან არის შურვილი იმისა, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად გადაიტვირთოს. ეს თქვა გუშინ თავის ინტერვიუში მარკო რუბიომ, რომ იმედი აქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობის რისეტი, ანუ გადატვირთვა მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა უნდა მოხდეს, რამდენადაც უნდა მოხდეს რამდენიმე რამ ალბათ ამისთვის. უნდა მოხდეს ის, რომ თქვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც მან მას შეხვედრიდანვე, მაშინვე, სანამ მაშინ მარალარგოში გაფრინდებოდა პარასკევსვე საღამოს, მან მედიასთან ესეთი რაღაცა თქვა, რომ დაბრუნდეს, შეუძლია ზელენსკის დაბრუნდეს უკან მას შემდეგ, რაც მზად იქნება ხელმოსაწერად და მას შემდეგ, რაც ენდომება მშვიდობა. ხა ეს რადაც არ უნდა ესე უცნაურად და მიუღებლად მოგვეჩვენოს ჩვენ
ну ფაქტია რომ პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს რომ ზელენსკის არ უნდა რაღაცა ფორმით ეს დასაწყისში თქვით ზელენსკის არ უნდა ცეცხლის შეწყვეტაზე ხელმოწერა, იმიტომ რომ ფიქრობს რომ რაღაცას დაკარგავს ამით უკრაინა. ანუ ეს ფაქტობრივ ეს ორი ამბავი რომ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზად იყოს და ასევე მზად იყოს იმისთვის რომ თქვას, მზაობა გამოთქვას იმისთვის რომ ცეცხლი შეწყდეს უკრაინაში. ეს არის საჭირო და ასევე თვითონ პრეზიდენტ ტრამპს არ უთქვამს ამაზე არაფერი, მაგრამ რაღაც მისი გარემოცვა ამბობს იმას, მათ შორის რუბიოც და მათ შორის ვოლციც ამბობენ იმას, რომ რაღაცა ფორმით ზელენსკიმ უნდა აღიაროს ის, რომ ზედმეტად ემოციური იყო თეთრ სახლში ამ შეხვედრის დროს და რომ უპატივისმცემლობა ფოქსზე ნათქვამი შემდეგ ბრიტანეთში გაკეთებული განცხადებები არ არის მიჩნეული საკმარისად, რადგან მას პირდაპირ ბოდიში არ მოუხდია, ხომ? ვოლოდიმირ ზელენსკის. ბოდიში არ მოუხდია, ხო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ართულეს ის და ამბობს კიდევაც, რომ ართულეს ის, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი, იმიტომ რომ არაფერი არასწორი არ უთქვამს. ის, რასაც ვთქვათ, ტრამპის მხარე ამბობს, არის ის, რომ მოხვედი ჩემს სახლში, მოხვედი იმისთვის, რომ თხოვო დახმარება, მოხვედი იმისთვის, რომ რა ვიცი, ჩემს გარეშე ძალიან გაგიჭირდება თავი გაართვა მომს, რომელსაც იბრძვი და ამავდროულად, თქვათ, რა ვიცი, მეუხეშე შეურაცხყოფა მომაყენე. აი ამას ამბობენ ტრამპის მხარდამჭერები და სხვათა შორის მედიის რაღაცა ნაწილიც, რომ როგორც სტუმარი თვითონ ზელენსკიც არ მოიქცა ისე, როგორც ამას თეთრი სახლი ელოდა. ну ძალიან იმას ემოციურია რა თქმა უნდა თუ რთული ამისი ყურება ნებისმიერი ვთქვათ უკრაინისთვის გულშემატკივარი ადამიანისთვის და ამერიკისთვის გულშემატკივარი ადამიანისთვისაც გამომდინარე იქიდან რომ კიდევ ერთხელ ერთ-ერთმა მხარემ ამ შეხვედრიდან საბოლოო ჯამში ვერაფერი მიიღო, თუმცა რაც ევროპაში ვნახეთ არის ალბათ დიდწილად სწორედ აი ამ შეხვედრის შედეგი ის რომ როგორც დონალდ ტუსკმა თქვა ევროპამ საბოლოო ჯამში გაიღვიძა 3 წელია ევროპა იღვიძებს და როგორც იქნა მივიდნენ იქამდე რომ უნდა გაზარდონ თავდაცვაზე ძალიან უფრო მეტად უნდა დაეხმარონ უკრაინას, უნდა გააყინო ეს უკრაინას ნაწილი მაინც გამოუყონ ის თანხისა, რომელიც აქვთ რუსული აქტივების გაყინული უკრაინაში. რამდენადაც ვიცი, გერმანია უკვე ერთ-ერთი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ ორი ქვეყანა, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ ამ თანხის ჩამორთმევას რუსეთისთვის და საბოლოო ჯამში გერმანიაც მიდის როგორც ჩანს იქამდე რომ დათანხმდნენ აი ამ თანხების უკრაინისთვის გამოყენებას. ანუ ისევ რომ შეუკრათ ესე ვთქვათ ეს წრე, საბოლოო ჯამში ევროპამ გაიღვიძა, სამწუხაროდ გაიღვიძა არასწორი მიზნით, მაგრამ სწორი სამიზნისთვის გაიღვიძა საბოლოო ჯამში ქართულად ცოტა უცნაურად ჟღერს ეგ, მაგრამ იმის ნაცვლად რომ უკრაინის ომს და რუსეთს გამოეღვიძებინა, სამწუხაროდ ამის გაკეთება მოუწია თუ ეს მოიტანა შედეგად დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და იმისმა შიშმა, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა შეიძლება ჩამოიყვეს. აი ამას გულისხმობდი ამაში.